საზოგადოებრივ მაუწყებელს კვლავ გიორგი ბარათაშვილი უხელმძღვანელებს სათავლაკო სასამართლო ბარათაშვილი თანამდებობაზე აღადგინა. ამ წუთებში სპიკერ მოსამართლე განცხადებას აკეთებს. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ სათავლაკო სასამართლოს. მოგესალმებით. დღეს 2013 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე გიორგი ბარათაშვილის სარჩელი მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. მხარეთა შორის დავით საგანს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენდა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში განმარტა, რომ სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით მიიღო. კერძოდ საბჭოს არ ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად მეურვეთა საკმარისი ხმების რაოდენობა. მოპასუხე საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დაეთანხმა სარჩელში წარმოდგენილ მოთხოვნებს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის განცხადებით სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დაირღვა მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე გიორგი ბარათაშვილი აღდგენილი იქნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული პირობებით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ყოველთვიურად 5500 ლარის ოდენობით ანაზღაურება დღიდან გათავისუფლებისა, ანუ 2013 წლის 4 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სოციალურ დავებზე აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება, შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი უკან დაუბრუნდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. მადლობთ. მაშასე გიორგი ბარათაშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგება სასამართლომ გადაწყვეტილება დაახლოებით 40 წუთის წინ გამოიტანა. მოსამართლემ სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება ბათილად ცნო, მისივე გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ მაუწყებელს ბარათაშვილისთვის იმ თანხის ანაზღაურებაც დაევალა, რომელიც მაუწყებლის დირექტორს გაცდენილი პერიოდის განმავლობაში უნდა აეღო. გადაწყვეტილება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ მოსარჩელე მხარე მას 14 დღის განმავლობაში არ გაასაჩივრებს. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ბათილად ცნო ის აქტი, რომელიც მიიღო სამეურვეო საბჭომ განთავისუფლების შესახებ. განჩენი დაველოდოთ ახლა თუ გაასაჩივრა სამეურვეო საბჭომ, მერე შემდეგ ინტესტიჩში გადავალ. მნიშვნელოვანია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული აქტი და დაევალოს მას ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვთქვათ მაყოფილებას, ისინი ვინც თვლიდით, რომ იყო ნამდვილად დარღვევა და ამ შემთხვევაში პროცედურული დარღვევა და დარწმუნებული ვიყავით, რომ სასამართლო ობიექტურად წარმართვის შემთხვევაში და ასეთ წარიმართა სასამართლო პროცესი აუცილებლად მიიღებოდა ის შედეგი, რომელიც დღეს იქნა მიღებული.